ჭეშმარიტ ინდივიდუალობამდე სანამ მიხვალ, მანამდე ნევროზის 5 სტადიას გახვალ. მოდი დავიწყოთ. პირველი, ცრუ ურთიერთობების დონე. უარს ამბობს საკუთარი მის რეალიზებაზე, შედეგად მიზნები და მოთხოვნილებები დაუკმაყოფილებელია. განიცდი იმედგაცრუებას და საკუთარი არსებობის უაზრობას. პერლზე ამბობდა ასე წინადადებას, რომ შეშლილი ადამიანი ამბობს მე ნაპოლეონი ვარო, ნევროზული ამბობს, რომ მე მინდა ვიყო ნაპოლეონი, ხოლო ჯანმრთელი ადამიანი საკუთარ თავს და სხვას მშვენივრად გამიჯნავს და არ უჩნდება მოთხოვნილება ვინმეს გავდეს. ანუ საკუთარი თავის უარყოფით, ნევროზული პაციენტი ცდილობს იყოს სხვა. მეორე დონე ფობიურია, როდესაც პაციენტს შიშის გრძნობა აწუხებს, რომელიც უვითარდება საკუთარ ჭეშმარიტ თავად ყოფნის დროს და ეშინია მოიქცეს ავთენტურად, რადგან ეშინია, რომ საზოგადოება უარყოფს. მერე არის მესამე. ჩიხი. როდესაც ადამიანმა არ იცის რა გააკეთოს, სად გადაადგილდეს და ჯერ არ არის მზად ან არ სურს საკუთარი რესურსების მოპოვება. მეოთხე დონეს დაარქვეს იმპლოზია. შინაგანი დაბნეულობის, სასოწარკვეთის და საკუთარი თავის მიმართ ზიზღის მდგომარეობა, რადგან ადამიანი სრულად აცნობიერებს, რომ მან შეზღუდა და დათრგუნა საკუთარი თავი ყველანაირ ასპექტში. და მეხუთე, აფეთქების ფაზა. ეს არის ღრმა და ინტენსიური ემოციური გამოცდილება, რაც მიუთითებს ავთენტური პიროვნების ჩამოყალიბებაზე, რომელმაც შეიძინა საკუთარი ემოციების განცდისა და გამოხატვის ტრანსფორმირების საშუალება ისე, რომ მისი ახალი ვერსია საკმაოდ რესურსულ მდგომარეობაშია ქმედებების განსახორციელებლად, რომელიც საჭიროა ახალი ვერსიის გასამტკიცებლად.